თავისუფალი დემოკრატები კი სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას მოითხოვენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აბაშიძის თქმით, თავისუფალი დემოკრატების მთავარი მიზანი არ არის ის, რომ არ მოხდეს სამარშრუტო ბიზნესის მონოპოლიზაცია, არ გაძვირდეს მგზავრობა და პრობლემები არ შეექმნათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ამ მიმართულებით პარტია დღესვე დაიწყებს აქტიურ მუშაობას. სატრანსპორტო ბიზნესში, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესში გაჩნდა მონოპოლისტი, რომელმაც როგორც კი მიიღო ნებართვა ქალაქის მერიისგან, დაიწყო სამარშრუტო ტაქსების მცხოვრებთან მოლაპარაკება და დაუწესეს მას სხვადასხვა სახის გადასახადები, ანუ რეალურად ადამიანები ფლობენ საკუთარ ტრანსპორტს და მათგან იღებენ ფულს, ან დაიწყეს ფულის ამოღების პროცესი. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მოვითხოვთ, რომ გადაისინჯოს სატენდერო კომისიის შედეგები სრული საჯაროობით და გამჭვირვალეობით. ეს არის მთავარი პრინციპი, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული. კიდევ ერთხელ ვთქვი, იმ მიმართულებით, რომ არ გაძვირდეს ფასები, ეს გაძვირება პირველ რიგში ჩვენ მოქალაქეებს უთმის დიდ პრობლემას და მძღოლებს